სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 2022 წლის 5 ივნისს და ჩვენ დავიწყოთ უკვე 78 ნაწილი პირველი კითხვა უკვე განვიხილეთ გუშინ და დღეს ძალიან საინტერესოა. ამაზე ბევრი უსაუბრია ჯონ მაკარტურს და კიდევ ერთხელ ნახეთ რა კარგად იქნება ეს გაშლილი, რომ კითხვის დამსვლელსაც გააჩნია ხო, რა კუთხით სვავს ამას, საქმე ეხება სადაც მთავრდება ღვთისმსვენაესობა, იქ იწყება ადამიანის თავისუფალინება? და ამ პარადოქსი არის საუბარი გახსოვთ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და კიდევ ერთხელ გამეორება იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანობაში, რომელსაც ვერანაირად თქვენ ვერ გაიგებთ ამას, ვინც ხართ ქართულ სივრცეში მართლმადიდებლობაში. ამაზე არ არის საერთოდ საუბარი. საერთოდ აქცენტი არის სხვა რაღაცებზე დადებული და ამიტომაც არ ხდება მან ცვლილება და ამიტომაც არის ცხოვრებაც რომ ესეთი გაუგებარია და გახლიჩილი არიან იმ ცხოვრებასთან, რაც არის რეალური ფიზიკური ცხოვრება და სულიერი ცხოვრება, რასაც ეძახიან. აი ნახეთ, მოусმინეთ ეს რეფორმატორებმა ძალიან მაგრად დაალაგეს ბიბლიაზე დაყრდნობით. ეს ჯონ მაკარტურის მიგნება კი არ არის. ეს არის დიდი კვლევის შედეგი, რომელიც რეფორმატორებმა მარტინ ლუთერი, ჯონ კალვინმა, ყველამ აბსოლუტურად, ვინც კარგად შეისწავლა ეს საკითხი ბიბლიაზე დაყრდნობით, არა რაღაცა ფანტაზიებით, კარგად გამოიკვლეს რომაელთა წერილი, ეფესელთა წერილი, განსაკუთრებით ეპისტოლები, სადაც არის ზუსტად ეს დოქტრინა გაშლილი და ეხლა მოყვანილი იქნება იონეს სახარებაც დაბადებაზე. და იქიდანაც იქნება გამოყენებული და ნახავთ ეს მესამე თავი იონესი ნიკოდემოსთან საუბარი. მოდით მოვუსმინოთ ეხლა ენდრიუს და მერე ვიყვეთ ჯონ მაკარტურის პასუხებს. გამარჯობათ ჯონ, მე ენდრუ მქვია, გამარჯობა ენდრუ. მე ძალიან მადლიერი ვარ თქვენი. ვიცი რომ ამას ბევრი ადამიანის სახელითაც ვამბობ. მე მოვისმინე თქვენი საუბარი, რომ ჩვენ არ ვიცით სად თარდება ღვთისმსვენაესობა და იწყება ადამიანის თავისუფალის ნებაო. და მე ამისი მჯერა. ასევე მოვისმინე თქვენი საუბარი, რომ ჩვენი ცოდვილი ბუნები ჩვენ სრულიად უუნაროები ვართ, რათა ქრისტე ვიწამოთ და მივიღოთ. ქრისტესთან მისვლის საქმე ეს არის სულიწმინდის საქმე. და მეც ამისი მჯერა. მაგრამ ასევე არსებობს ჩვენი დანაშაული საკითხი და ამიტომ ჩვენ ვეუნებით ხოლმე ხალხს, რომ წავიდნენ სალოცავ ოთახში ლოცვის მისაღებად. გესმით, ან მიიღონ ესე ქრისტე რომ იწამონ. ასე რომ არსებობს პარადოქსი, ჩვენი თავისუფალინება, ჩვენ ვირჩევთ ამას, თუ ღმერთი აკეთებს ამას. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ უკვე არჩეულები ვართ. საკუთარ ძალით ხმევას შორის და ღმერთის არჩევას შორის როგორ მოვაწესრიგოთ ეს. იმიტომ ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ჩვენი ხსნისათვის. ასე რომ ეს ყველაფერი სულიწმინდის საქმეა. ასე რომ ეს პარადოქსია და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მე არ მახსოვს კითხვა-პასუხის სესია, როდესაც ეს კითხვა არ დაისვას ხოლმე. და ამიტომ მე მესმის კარგად ეს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ეს საკითხი. ამის გასაგებად უბრალოდ საჭიროა მივმართოთ ღვთის სიტყვას. და რასაც ღვთის სიტყვაში ხვდებით, არის ის, რომ ცოდვილები არიან მკვდრები, ბრმები, ორმაგად ბრმები, სატანისგან დაბრმავებულები, თავიანთი ცოდვადაცემით დაბრმავებულები, რომლებიც არ ეძებენ ღმერთს. არა აქვთ ღმერთის ძიების უნარი. ამას ამბობს ბიბლია. ასე რომ თუ ვინმე მოიქცევა, ეს ღმერთის დამსახურებაა და ღმერთმა უნდა მოძებნოს იგი. და სწორედ ამიტომ ჩვენ საუბრობთ ხელახალ დაბადებაზე, სულიერ დაბადებაზე, მეორე დაბადებაზე. და ხელახალ დაბადება ერთ-ერთი პირველია ეგრეთ წოდებულ ორდო სალუტისში. პირველი ხსნის გონივრული ელემენტების თვალსაზრისით. ეხლა ეს ტერმინი ჩემთვისაც ახალი იყო, ამიტომ მე მოვიძე Facebook-საც დაგიზიარეთ და ახლაც გაგიმეორეთ. რა არის ეს ორდო სალუტის? ორდო სალუტის ლათინური ტერმინია, რომელიც ნიშნავს ხსნის თანმიმდევრობას. როცა ინგლისურში ლაპარაკია და ქრისტიანულ თეოლოგიაში ხსნაზე, ბუნებრივია ლაპარაკია სულის ხსნაზე, ადამიანის სულის ხსნაზე. ამიტომ რომ იმ ამოკლებენ ხოლმე და არ იმეორებენ. ქართულში უნდა ჩვენ ვიცოდეთ, რომელ ხსნაზეა ლაპარაკი, ხო? სულის ხსნაზეა. აქ არის თანმიმდევრობა, ორდა არის თანმიმდევრობა, ხო, წესრიგი. რა რას მოსდევს? რაც გულისხმობს ქრისტიანული ხსნის დოქტრინის ეტაპების ლოგიკურ თანმიმდევრობას, როგორიცაა არჩეულობა, ანუ რჩევითობა, რომ ღმერთმა აგვირჩია, მოწოდება, რომ ღმერთმა მოგვიწოდა, ხელახლა დაბადება, რაზეც ჯონი ლაპარაკობს, მოქცევა, მერე გამართლება, შვილად აყვანა, განწმენდა და საბოლოოდ განდიდება. ეს უკვე როცა ჩვენ წარვდგებით ღმერთთან. ეს არ არის რაღაცა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა.
არამედ ეს არის კონცეპტუალური თანმიმდევრობა, რომელიც ასახავს თუ როგორ გამოიყენება ღვთის გამოსყიდველი საქმე, ეს გეგმა ღმერთის ინდივიდზე, როგორ მოქმედებს ეს, რა თანმიმდევრობით, ხო? ეს არის დაყრდნობილი სხვადასხვა ბიბლიურ მონაკვეთის საფუძველზე. მაგალითად, როგორიცაა ერთ-ერთი რომაელთა ცნობილი მერვე თავი, გახსოვთ ხომ? ერთ-ერთი გულად იწოდება ეს და ბევრი ამას უძახის ევერეს ჯომოლოგმა იგივე ბიბლიისას, ხომ? მეშვიდე მერვე თავს და მერვე თავში არის ესეთი ადგილი, მე 21 მუხლიდან წაგიკითხავთ. ჩვენ კი ვიცით რომ ღვთის მოყვარულებს მისი განზრახვით მოწოდებულებს ყოველივე სასიკეთოდ ეწეოდა, ეს არის ჯონ მაკარტურის 29:30. ვინაიდან ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც. აი კიდე გავიმეორეთ, ესე იგი 22 თავი, 22 არ იმას ვიზა, 22 რო არ დაგაბნიოთ, უბრალოდ ეს ერთ-ერთი საზეპიროა და ძალიან იმედის მომცემი. მოდი 29-დან 30, კიდევ წავიკითხავ რომალთა მერვე თავის. ვინაიდან ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც. ლათინურად ხსნის თანმიმდევრობა, როგორც გითხარით ხომ, ესე იგი ორდო სალუტის. ორდო ფრაზა აერთიანებს წესრიგს, ორდერი, ხო? ორდა ინგლისურში ორდა არის წესრიგი და სალუტის ხსნა. ეს არის კონცეპტუალური და არა ქრონოლოგიური. ეტაპები ლოგიკური თანმიმდევრობით არის დალაგებული პროცესის გასაგებად, მაგრამ ზოგიერთი ეტაპი მყისიერად ითვლება, ზოგი კი თანდათანობით. ნახეთ, ესე იგი, ზოგი რამ მყისიერად ხდება, მაგალითად, დაბადება, ამბობენ რომ მყისიერად ხდება, არ ხდება ესე, მაგრამ როცა ლაპარაკია განწმენდა, თანდათანობითი პროცესია განწმენდა. აი ეს უბრალოდ შედარებისთვის, რომელიც ხას უსვავს ღვთის როლს. ესე იგი, ორდა სალუტისი ეს ჩამონათვალი ხას უსვავს, რომ ხსნა ღვთის საქმეა და არა მხოლოდ ადამიანური ძალისხმევა. მიაქციოთ ყურადღება. არა ადამიანური, არა მხოლოდ. ესმით, ესეც მნიშვნელოვანია. ბიბლიური საფუძველი ეტაპების თანმიმდევრობა მომდინარეობს წმინდა წერილიდან, რომალთა 8:29 რაც წაგიკითხეთ, როგორც ძირითადი მონაკვეთი, რომელიც ასახავს რამდენიმე ეტაპს, როგორიცაა წინასწარი ცოდნა, ხო, განსაზღვრა, წინასწარ განსაზღვრა მოწოდება და გამართლება. და ტიპიური ნაბიჯები, ორდო სალუტის საერთო ნაბიჯები მოიცავს არჩევა, რომ ღმერთმა აგვირჩია, მერე ეფექტური მოწოდება, ღმერთმა მოგვიწოდა, ხელახლაშობა, ამასაც ღმერთი გვიკეთებს, მოქცევა, რწმენა და მონანიება. იწყება მერე, ნახეთ, რწმენა და მონანიებას უსწრებენ ესენი წინ. გამართლება, მერე ხდება შვილება, განწმენდა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდება და განდიდება საბოლოო. და ეხლა აგრძელებს ჯონ მაკარტურის მოგიტანეთ ტერმინის განმარტება. ერთ-ერთი პირველი რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ გარდაცვლილ ცოდვას უნდა მიეცეს სიცოცხლე. მას ისე ამის გარეშე არ შეუძლია მონანიება. მას არ შეუძლია ირწმუნოს თუ არ გაცოცხლდება. ამიტომ ჩვენ ვიტყოდით, რომ ღმერთმა პირველმა უნდა მისცეს მას სიცოცხლე და ეს გვაბრუნებს უკვე იოანეს სახარების მესამე თავში, სადაც იესო ეუბნება ნიკოდემუსს. თქვენ ხელახლა უნდა დაიბადოთ. შენ ხელახლა უნდა დაიბადო, ეუბნება ნიკოდემუსს. ეს არის წმინდა წერილის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი ნაწილი და სწორედ აქ არის ყველა ამ კითხვაზე ნამდვილი პასუხი გაცემული. ნიკოდემუსი ეკითხება უკან, როგორ შემიძლია ხელახლა დავიბადო? და ის ელოდება იესოს პასუხს. იესო ეუბნება ნიკოდემუსს, რომელიც ისრაელის მასწავლებელია, ძველი აღთქმის ექსპერტი, კარგად განსწავლული. თუ გინდა სამეფოში მოხვდე და ეს ხსნის სამეფოა, შენ ხელახლა უნდა დაიბადო. ნიკოდემუსი კი საკმაოდ ჭკვიანი იმის გასაგებად, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. მას არ შეუძლია ამის გაკეთება. და შენ არ შეგიძლია საკუთარი თავი დაიბადო. ეს არის მთავარი აქ. და ანალოგია გარდაუვალია, შენ ხელახლა უნდა დაიბადო. ნიკოდემუსი ეკითხება, როგორ გავაკეთო ეს? ანუ მოდით უბრალოდ ანალოგიას მივყვეთ. როგორ შემიძლია დედის საშვილოსნოში დავბრუნდე და ხელახლა დავიბადო? გონებრივი იმაშრება, გონება ირთვება და რაციონალურად ამას სვავს პასუხს. და ამის გამოხატვა ძალიან მარტივია. შენ არაფერი ქონია საერთო შენს დაბადებასთან. ხო, რო გავყვეთ ახლა ლოგიკას. ფიზიკურ დაბადებასთან ნიკოდემუსს ქონდა საერთო? არა. ხო მართალია. შენ არანაირი წვლილი ნიკოდემუსს არ შეგიტანია შენ დაბადებაში, ფიზიკურში. და არც შენ ჩვენგანს არ შეგვიტანია არც ერთი წვლილი. როგორ შეგეძლო წვლილის შეტანა შენ დაბადებაში, როცა არ არსებობდი? შენ არ ყოფილიყავ დაბადებული. და ზუსტად ამას ამბობს იესო.
შენ ვერანაირი წლის ასევე ვერ შეიტან შენ სულიერ დაბადებაში. ნიკოდემოსი კი ეკითხება, კარგი, როგორ უნდა შევიდე სამეფოში? იესო უმრებს, ხელახლა უნდა დაიბადო. ეს შეუძლებელია, შენ არ შეგიძლია საკუთარის დავიდება. მაშინ რა ვქნა ნიკოდემოსი? იესო არ ეუნება იმას, რომ წადი ილოცე და ხელახლა დაიბადები, სთხოვე, რადგან ეს თელ ანალოგიას ეწინააღმდეგება. არა, იესო ეუნება ამას რეალობაში რას? ქარი ქრის და ჩვენ ვერ ხედავთ ქარს. გვგრძნობთ მას, გვესმის სიხმა, მაგრამ არა გვაქვს კონტროლი იმაზე, თუ საიდან მოდის და სად მიდის. შეგიძლია განიცადო ქარი, მაგრამ შენ არაფერი გაქვს საერთო მის მიმართულებასთან. შემდეგ კი ამას სულიწმინდას ადარებს და ასევეა სულიწმინდაც. და ის, რაც მან ნიკოდემოს უთხრა, არის ის, რომ შენ არანაირი წვლილი არ შეგიტანია შენ დაბადებაში. ასევე შენ ვერ შეიტან ვერანაირი წვლილი შენ სულიერ დაბადებაში. შენ ვერანაირი წვლის ვერ შეიტანო. და ეს არის ჩვენი უფალი საკუთარი სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ხელახლა დაიბადები, ეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის საქმეა. მან უნდა გააკეთოს ეს. და ჩვენ საუბრობთ, რომ ეს მონერგოს, მონო, ანუ ერთადერთი ღვთის საქმეა ჩვენ სულში. ახლა თქვენ ამბობთ, კარგი, მაშინ ეს ცხადია, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც სულიწმინდან იბადებიან, ვის აძლევს სულიწმინდა სიცოცხლეს და პასუხი, როგორც წაგიგითხეთ იმ წესრიგში, ხომ? ისინი ამას ეფესელთა წერილი ამბობს, ისინი ვინც სამყაროს შექმნამდე იყვნენ არჩეული, რომელთა სახელებიც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი. ისინი ვინც წინასწარ იყო განწერული ხსნისათვის. ამის წინააღმდეგ თქვენ ვერ იდავებთ, რადგან ეს სრულიად ნათელია წმინდა წერილში. თქვენი სახელები სიცოცხლის წიგნში სამყაროს შექმნის დაწყებამდე იყო ჩაწერილი, სანამ თქვენ იარსებებდით. და ეს არის სწორედ წინასწარ განსაზღვრა. ღმერთმა აირჩია ისინი, ვისი გადარჩენაც სულიწმინდის ძალით, დროცა და სივრცეში მას უნდოდა. სიცოცხლის მიცემით, როდესაც ისინი მკვდრები იყვნენ, რომ მათ მიცა მხედველობა, როდესაც ისინი ბრემები იყვნენ, თვალი აუხილა. და ეს არის ამის სუვერენული მხარე. ეხლა მეორე მხრივ, ახალ თქმაში ასევე გაქვთ ყველა ის მოწოდება მონანიებისაკენ, მოინანიეთ, რომ ირწმუნოთ უფალი იესო ქრისტეს და გადარჩეთ. ეხლა როგორ ჯდება ეს ყველაფერი ერთად? როგორ ჯდება? და არიან თუ არა ისინი წინააღმდეგობაში? და პასუხი არის, რომ წარმოდგენა არ მაქვს მე. წარმოდგენა არ მაქვს, რადგან ჩემი გონების, გაგების მიღმა ამ ორი რამის გაერთიანება. მე ვიცი ეს, რომ თქვენ გადარჩენის მიზეზი, თუ გადარჩით, ამის მიზეზი არის ის, რომ ღმერთმა სიცოცხლე მოგცათ. და თუ სახარებას უარყოფთ, ეს იმიტომ ხდება, რომ ცოდვილი მიზეზი თქვენ თავად უარი თქვით რწმენაზე. ხედავთ? და ეს ჩვენს სუსტ და პატარა პაწაწინა ტვინს ძალიან ზედაპირულია ჩვენება, თითქოს და აქ არის წინააღმდეგობა. მაგრამ მე მინდა ილუსტრირებულ მოახდინო ფაქტის, რომ ისინი მხოლოდ ჩვენთვის ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გონებაში აქვს წინააღმდეგობა. და ამათ ცოტათი ჩვენ მაინც უნდა გაგვამხნევოს, რადგან ღმერთი თურმე ჩვენზე ბევრად ჭკვიანი ყოფილა. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია და არ აგვაქვს უნარი ყველაფრის გაგების. კიდევ რამოდენიმე გზას მოცემ ამის გასაგებად. აი თუ მარტივ კითხვას დაგისვათ, ვინ დაწერა ენდრიუ რომაელთა მიმართ წერილი? თქვენ მიპასუხეთ. და ენდრიუ ეუნება, პავლე სულიწმინდით იყო შთაგონებული. და ჯონ მაკარტური უგზავს, პავლემ დაწერა რომაელთა წერილი? ეს არის სრული პასუხი? და აუდიტორია, სულიწმინდით იყო შთაგონებული. და ჯონ მაკარტური ეუნება, ესე იგი ყველა სიტყვა პავლეს ლექსიკიდან არის მიღებული? თქვენ იტყვით დიახ. აზროვნების პროცესი პავლეს გონებაში მიმდინარეობდა? თქვენ იტყვით დიახ. პავლეს აზროვნება იყო ჩართული ამის განვითარებაში? დიახ. და მაინც ამავე დროს ყველა სიტყვა იყო ღვთის სულით შთაგონებული. ეხლა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი პავლესიც იყოს და ყველაფერი სულიწმინდასიც? ასე რომ ესეც იგივე წინააღმდეგობაა და იგივე პარადოქსია. და თუ თქვენ ხსნაზე კითხავთ, ეს მარადიულია? თქვენ იტყვით დიახ, ეს მარადიულია. რატო? იმიტომ რომ მომეცა უსაფრთხოება, მე მომეცა ღმერთისგან მარადიული უსაფრთხოება და ეს გავრცელებული ტერმინია. მაგრამ ახალი აღთქმა ამბობს, თქვენ მიაღწევთ თქვენ საბოლოო ხსნას თუ რწმენაში დარჩებითო. ამაზეც გვაფრთხილებს ახალი აღთქმა. ასე რომ რომელია? ღმერთს უჭირავს ჩვენი ხსნა და ის გვაძლევს ამის გარანტიას თუ ჩვენ ჩვენი ძალებით
ვახდეთ ამის უზრუნველყოფას? კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ და ეს მარტივი კითხვაა. ვინ ცხოვრობს თქვენი ქრისტიანული ცხოვრებით? მარტივი კითხვა, ხომ? ვინ ცხოვრობს თქვენი ქრისტიანული ცხოვრებით? თქვენ იტყვით, ეს მე ვარ. მართლა? მე ასე არ ვფიქრობ. თქვენ ამბობთ, დიახ, ეს სულიწმინდაა. ესეც არ არის საკმარისი. რადგან მე არ მინდა პირადად დავადანაშაულო ჩემს ქრისტიანულ ცხოვრებაში ძალიან მიმდინარე ბევრ შეცდომებში სულიწმინდა. ესე იგი, ვინ ცხოვრობს? ხედავთ, აქაც ეს დილემა გვაქვს. ანუ ყველა დოქტრინაში არის ეს პარადოქსი. და თქვენ საუბრობთ ქრისტეზეც, ხომ? ავიღოთ ქრისტე. გახსოვთ, თქვენ მოისმინეთ ერთ-ერთი ნათლობა და მოწმობა იყო, რომ იესო 100%-ით ღმერთია და 100%-ით ადამიანია. ხედავთ? ყველგან, ყველა თეოლოგიაში, რომელიც გვაკავშირებს ღმერთთან, ეს აშკარაა. ეს არ არის, ეს რეალური პარადოქსია, მაგრამ ეს აშკარა პარადოქსი არსებობს და თქვენ არ შეგიძლიათ გამორიცხოთ არც ერთი მხარე. თუ თქვენ გადარჩენილი ხართ, ეს იცით, იმიტომ მოხდა, რომ ღმერთმა სუვერენულად გადაგარჩინათ სამყაროს შექმნამდე აგირჩია თქვენ. მაგრამ თუ დაკარგავთ თქვენს ამ ხსნას, ეს იმიტომ მოხდება, რომ უარს იტყვით რწმენაზე. ხედავ, როგორ გავაერთიანოთ ეს ორი რამ? ჩვენ ღმერთს ვაძლევთ თელ დიდებას ხსნისათვის, ხოლო ადამიანს ვაკისრეთ თელ პასუხისმგებლობას უარყოფისათვის. არ მჭირდება ამის გადაწყვეტა მე ჩემს სუსტ გონებაში, მაგრამ უბრალოდ უნდა ვიყო ერთგული ორივე რეალობის მიმართ. ორივე რეალურია. ისინი პარალელურად მიედინებიან მარადისობაში და ისინი შეხვდებიან ერთმანეთს, როდესაც განდიდება მოხდება და სამოთხეში მივალ ჩვენ. მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მარადილ ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის გულში არის ისეთი რამ, რაც ჩვენი გონების გაგების მიღმა, რადგან უბრალოდ ვერ ხვდებით იმას, რაც ღმერთისათვის ძალიან მარტივია. კარგით? და აუდიტორიდან ენდრიოვნება, მადლობთ პასტორო და მადლობთ თქვენ მოსმენისათვის.